სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით ღონისძიება კურორტ თეთნულზე ჩატარდება. უკვე მესამედ საქართველოში 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომელსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს. როგორ მიმდინარეობს სამზადისი და რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ტურის ჩატარებას საქართველოში, აღნიშნულ თემაზე ვისაუბრებთ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი ბურჯულაძესთან. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, როდესაც ვიგებთ, რომ ფრირაიდი ახალი მიმართულებით საქართველოს ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა. საინტერესო ასევე რას ნიშნავს ბატონო ირაკლი, რომ ახსნათ საქართველოსთვის და კონკრეტულად სვანეთისთვის ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მესამედ მასპინძლობს ასეთი მასშტაბის ღონისძიებას. Freeride World Tour არის ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ღონისძიება. Freeride's ოჯახში არის ყველაზე მაღალი კლასის, რომელსაც უკვე მესამე წელია მასპინძლობთ. ჩვენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ქვეშ მყოფ Freeride World Tour-ის კოლეგებთან გვაქვს 4 წლიანი კონტრაქტი. შესაბამისად წელს და მომავალ წელს უმასპინძლებთ, თუმცა გეგმები გვაქვს იმისი, რომ მათთან ურთიერთობა გავაგრძელოთ. Freeride არის გაუყვალო თოვში სრიალი, რომ ავხსნათ ესე, რომელიც საკმაოდ ტრენდული არის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი არის, იმიტომ რომ ბუნებრივი პირობები არის უნიკალური იმისთვის, რომ სწორედ ესეთი მაღალი დონის ღონისძიება ჩაატარო. ჩვენ გვაქვს 6 ქვეყანას შორის ექსკლუზივი და ისეთ დიდი ქვეყნების გვერდით, როგორც არის კანადა, როგორც არის ავსტრია, როგორც არის შვეიცარია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. საინტერესო ასევე რა კრიტერიუმებით შეირჩა კურორტი თეთნულდი, მასპინძლელ ლოკაცია და ასევე რამდენად არის ის რა უპირატესობა აქვს მას საერთაშორისო კუთხით. ჩვენ Freeride's დიდი ღონისძიების დაწყებამდე იყო გადგმული რამოდენიმე ნაბიჯი იმისთვის, რომ Freeride ჩამოგვეყვანა ქვეყანაში. სწორედ ბაკურიანის 23-ის ესეთი წარმატებით ჩატარებამაც ორგანიზატორებს შორის, ასე ვთქვათ, აღიარება და მოწონება დაიმსახურა და ამიტომაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი ესეთი მაღალი კლასის ღონისძიების ჩატარებაზე. შემდეგ იყო ინსპექტირება და სწორედ სვანეთი, იმიტომ რომ არის უნიკალური ადგილი იმისთვის, რომ Freeride ჩატარდეს, გაძლევს იმის საშუალებას, რომ ესეთი მაღალი ღონისძიება ჩატარდეს, ესეთი სირთულის ღონისძიება ჩატარდეს, სწორედ საერთაშორისო დელეგატების მხრიდან იყო შერჩეული. სხვა ადგილებიც არის, სადაც არის პოტენციალი, არის გუდაურში პოტენციალი ამის ჩატარების, არის ასევე კავკასიონის ქედზე სხვა არეალები, თუმცა გამოირჩეოდა თავის უნიკალურობით სვანეთი და ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქედზე არ შეიძლება ამის ჩატარება, თუმცა ესეთი მაღალი ღონისძიებით ბაზად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა სვანეთი, კონკრეტულად თეთნულდი და თუნდაც სხვა ქედზე რომ გადავიდეთ, მაინც რაღაცა კონცენტრაციის ადგილი მაინც თეთნულდი იქნება. როგორ მიმდინარეობს ზადება შეჯიბრებისთვის? თქვენ აღნიშნეთ, რომ მაღალი დონის და სირთულის ღონისძიება არისო. აი მინდა გკითხოთ, რა არის ყველაზე მეტად ის სირთულე, რაც ამ ღონისძიებას თან ახლავს? ეს არის, რა თქმა უნდა, ექსტრემალური სპორტის მიმდინარეობის ჩემპიონატი, შესაბამისად, უკან რაც ხდება, როგორც ვიტყვიან ბექსტეიჯში, საკმაოდ საინტერესო არის და საკმაოდ რთული არის. განსხვავებით იმისა, როგორც ტრასაზე ჩვენ მუშაობთ, თვალსაჩინო ტექნიკით და სხვადასხვა, აქ აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა არის. აქ ძირითადად არიან ვერტმფრენები ჩართული, ჩვენ სამაშველო გუნდს სხვანაირი მობილიზაცია ესაჭიროება, ვიდრე ტრასებზე შეიძლება იყოს. აქ ხდება საზღვავე კონტროლი, რომელიც ასევე რთულია სხვადასხვა მიმართულებით, ვერტმფრენით აფეთქებები ხდება, ხელით აფეთქებები ხდება, კულუარებში ჩვენი მაშველების შესვლა ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმდენად ლოჯისტიკურ დიდი სირთულე არის და ერთ პატარა გაუთვალისწინებელმა ნიუანსმა, რომელიც შეიძლება არასწორად მოხდეს, ამან გამოიწვიოს მთელი ჩემპიონატის ხარისხის, თუნდაც ანუ გადადების ან ჩაშლის, ასე ვთქვათ, საფრთხე, რომ რისკები ძალიან მაღალი არის მომზადების პროცესში. თუმცა ჩვენ იმდენად დიდი გამოცდილება გვაქვს მსოფლიო ტურამდეც და იმიტომაც
გვენდნენ ჩვენი პარტნიორები და უკვე რადგან მესამე წელია ვატარებთ, ეს რისკები მინიმალურამდე არის დაყვანილი, გუნდში ძალიან დიდი გამოცდილება არის და ამიტომ წარმატებით და ხარისხიანად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომ საქართველოს ღირსეულად უმასპინძლოს ესეთი დონის ღონისძიებას. კი ბატონო, ღონისძიება ვიცით რომ არის ერთდღიანი და ამინდის ფანჯარაზე არის დამოკიდებული და სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ხო? გულისხმობ, რამდენად მზად არის გუნდი სწრაფი რეაგირებისთვის აი ასეთ დროს, გულისხმობ ამინდის ცვლილებების შემთხვევაში. იმდენად ცვალებადი არის სიტუაცია. მოდი ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ 22-28 თებერვალი არის ამინდის ფანჯარა. ჩვენ 21-28 თებერვალს ვაანონსებთ, იმიტომ რომ შეიძლება -1 დღესაც ჩატარდეს ჩემპიონატი და ჩვენ პირველ წელს ჰქონდა ამ გამოწვევის წინაშე დავდეგით, იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო ამინდი იყო -1 დღეს. წინა წელს აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა ჰქონდა 2025 წლის ჩემპიონატს. ჩვენ 1 საათით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ დღეს, როდესაც ჩანიშნული იყო ჩემპიონატს, ვეღარ ვატარებდით, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ფერზე გადავწყვიტეთ გადასვლა იქვე თეთრმუნდის არეალში, თუმცა ზვავის კონტროლის აფეთქების შედეგად ესეც ხდება ხოლმე, მთის მთელი ეს მასა ჩამოვიდა და შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის ჩატარება. ამიტომ გადაწყვეტილება იყო, რომ ჩემპიონატს ვაუქმებთ, თუმცა გაგვიმართლა ისევ დაუზოგავიშრომით რამოდენიმე დღეში, როდესაც საუკეთესო ამინდი მივიღეთ, ზუსტად იმ ამინდის ფანჯარაში ჩავეტიეთ და 1 მარტს ჩავატარეთ. ამიტომ ამისთვის გუნდი მზად არის. ეს გამოცდილება ჩვენ თეორიულად არ ვიცით, მხოლოდ ორი აბსოლუტურად ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ამ ჩემპიონატს შეიძლება ახდეს, ეს ორივე უკვე რატომღაც ჩვენ თავზე გადავიარეთ და თან წარმატებით. კიდე შეიძლება უფრო მეტი სირთულე იყოს, თუმცა იმდენად დიდი სირთულეები გადავიარეთ ამ 2 წლის განმავლობაში, რომ გუნდი მზად არის იმისთვის, რომ სხვა სირთულეებსაც შეხვდეს. იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის, ვერც გათვლი რაღაცეებს, ისეთი რაღაცეები შეიძლება მოხდეს და საერთაშორისო დელეგატები, რა თქმა უნდა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, რომელსაც ასევე წამყვანები არიან. იმიტომ რომ წლების განმავლობაში 2008 წლიდან ესეთი ჩემპიონატს ორგანიზებას უწევენ. კი ბატონო, ფრირაიდის ზამთრის სპორტის შედარებით ახალი მიმართულება არის. როგორ აფასებთ მის პოტენციალს საქართველოში და საინტერესო ასევე რა ნაბიჯებს დგავს მთის ტრასების სააგენტო იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეს სპორტი იყოს განვითარებული? საკმაოდ დინამიურია, ტრენდული არის. რამოდენიმე წლის წინ ამ სპორტთან დაკავშირებით არავინ არ საერთოდ სპორტის სახეობაც არ იყო და ნელა უკვე ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გეგმები ძალიან დიდი არის საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ფრირაიდ World Tour-ის შემქმნელების მხრიდან. არის დიდი გეგმები, რომ საერთოდ ოლიმპიურ სახეობად ჩამოყალიბდეს და 2030 წელს აქვთ ამბიცია, რომ უკვე ზამთრის ოლიმპიური სპორტის სახეობა იქნება. ამისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. თუნდაც ის, რომ წინა გასული 2 წლის განმავლობაში ისინი გახდნენ საერთაშორისო ფედერაციის ოჯახის წევრები, უფრო სტრუქტურულები გახდნენ, უფრო მეტად სპორტს დაემსგავსნენ. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ისტორიაში ტარდება ანდორაში, ხვალ არის ჩემპიონატი დაანონსებული, გახსნა იყო რამოდენიმე დღის წინ. მსოფლიო ჩემპიონატი, ეს არის World Tour-ის სხვა არის და პირველად ისტორიაში ხდება ანდორაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება და ყოველ 2 წელიწადში იქნება. დაახლოებით იგივე სახე მიიღო, რაც სხვა ალპაინში ან სხვა ფრისტაილში აქვს ამ მიმართულებებს. საქართველო MTA არის ერთი ნაწილი, რომელიც ღონისძიების ორგანიზებას უწევს, თუმცა არის ჩამოყალიბებული ფედერაცია, ფედერაციას აქვს თავისი გეგმები, რომელიც არის საქართველოს ფედერაციის განუყოფელი ნაწილი არის და იქნება უბრალოდ, იმიტომ რომ არის ამ ნაბიჯების გადადგმა ეხლა დაიწყო და მაქსიმალურად იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში გამოვზარდოთ და სპორტსმენები ადგილობრივად ეს იქნება სვანეთი, ეს იქნება გუდაური, რომ ზუსტად აი იმ კონკურენციის პირობებში, რა კონკურენციაც უნდა გაწიონ, თუნდაც სოფლიო ტურის ფარგლებში, თუნდაც სოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ფარგლებში გვაქვს ამისთვის რამოდენიმე წელი და ვფიქრობ, რომ
გადაიდგმევა ის ნაბიჯები, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა იასპარეზონ ესეთ დიდ ღონისძიებებს. თქვენ საერთაშორისო დელეგატები აღნიშნეთ და ისაუბრეთ. მე მინდა გკითხოთ იმ 50 გამორჩეულ რაიდერზე, რომელიც იასპარეზებს ამ ღონისძიებაზე. ვინ არიან ესენი? რაიდერი, რომ ანუ ასე ვთქვათ, ამ 50-ელში რომ მოხდეს, ამისთვის უწევთ მათ ბევრი ჩემპიონატის გავლა, იმიტომ რომ Freeride World Tour-ის შემადგენლობაში, ანუ სხვადასხვა დონის ჩემპიონატები, ეს არის 2 ვარსკვლავი, ეს არის 4 ვარსკვლავი, ეს არის 3 ვარსკვლავი, თუნდაც ჩელენჯერი. და უკვე აი ჩელენჯერი არის ის ეტაპი, Freeride World Tour-ის ჩელენჯერი, რომელიც აი ამ დიდ Freeride World Tour-ამდე არის ერთი ნაბიჯი. და იქ დაგროვებული ქულებით, იქ არსებული, ანუ პოპულარობით შემდეგ ხვდები უკვე ამ დიდ ღონისძიებაზე და ეს 50-ვე სპორტსმენი არის, ასე ვთქვათ, ვარსკვლავი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე საუკეთესო და მათ არა მხოლოდ ათლეტური და სპორტის კუთხით აქვთ, არამედ ამ კონკრეტულ მიმართულებაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ რა ათასობით და 10,000-ობით გამომწერი ყავთ სოციმედიაში და ეს კიდე დამატებით, ასე ვთქვათ, სარგებელს აჩენს იმ ადგილისთვის, სადაც ეს ჩემპიონატი ტარდება, იმიტომ რომ სოციმედიაში აქტიურები არიან, ძალიან ბევრ პოსტებს დებენ, აცნობენ არა მხოლოდ სპორტის მიმართულებით საქართველოს და იმ ადგილს, ლოკაციას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს, არამედ კულინარიის კუთხით, ისტორიის კუთხით, კულტურის კუთხით და ასე შემდეგ. ბატონო რეკრე, დამეთანხმებით, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება. რა უსაფრთხოების ზომები არის გატარებული, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე საინტერესო მაყურებლის უსაფრთხოებაც რამდენად დაცულია? როგორც აღნიშნე უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო კონტროლი კონდეს მთაზე, ანუ შესაბამისად რაღაც ზვავი ან ეს მსგავსი რისკები მოხსნილი იყოს, იმიტომ რომ ეს აზიანებს და ამის გარეშე შეუძლებელი არის, ანუ ფაქტობრივად თუ შენ საზღვაო კონტროლი არ გაქვს მთაზე, გამორიცხული არის, რომ ჩემპიონატის ღონისძიება დაიწყოს. რაც შეეხება მაყურებელს, რაც შეეხება მაყურებელს, მაყურებლისთვის გვაქვს იმ არეალიდან საკმაოდ მოშორებით გაკეთებული ფიზიკურად 11-ზე, სადაც ჩვენ ჩემპიონატს ვატარებთ, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ფინიშთან, ასე ვთქვათ, სტარტზე ან ფინიშზე განლაგებს ზირთად არის ხოლმე, რომ ფინიშთან არიან განლაგებული მაყურებლები. ყურებასაც ახერხებენ და ასევე იქ ჩამოსულ ათლეტთანაც შესაძლებელი არის, ანუ ფაქტობრივად ანუ დაინახო, ახლოს იყო გარკვეული სპონსორები და ეს თუნდაც ჩვენ არ გვაძლევს 11-ზე ამის საშუალებას, ამიტომ ოდნავ მოშორებით გვაქვს ფინიშის არეალთან, იქ სადაც ყველაზე დიდი კონცენტრაციის ადგილია, იქ გვაქვს განთავსებული ეკრანი, იქ გვაქვს არიან განთავსებული სასმელი ობიექტები, საკვები ობიექტები და ამას თავაზობ ზუსტად მაყურებელს და იქ ყველანაირი უსაფრთხოება დაცულია, იმიტომ რომ ტრასებთან ახლოს არის და არა ასე ვთქვათ რაღაცა იქ ხეობაში სხვა. ასეთი ღონისძიება როგორ აისახება, რომ გითხრათ სვანეთის ტურისტულ ნაკადებსა და ასევე რაც ძალიან გვაინტერესებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე, ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ ჩემპიონატმა მოახერხა სწორედ, რომ ასე ვთქვათ, თავისი ამ ნაწილში ეპოვა ნიშა იმისთვის, რომ სვანეთი ნამდვილად არის Freeride-ის, როგორც იტყვიან, სამოთხე ის ადგილი, სადაც შეიძლება ჩახვიდე. პოპულარობა ძალიან გაზარდა, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ყველა სვანეთზე ლაპარაკობს და არა მხოლოდ სვანეთზე, რა ზოგადად აი ამ დიდმა ჩემპიონატმა იმ სერიებმა, რასაც საქართველოს სერიები ქვიან, თუნდაც საერთაშორისო მასშტაბით გაზარდა საქართველოს ცნობადობა და ისეთი დიდი ვარსკვლავები დაინტერესდნენ, ამის გარდა არიან, ხო ესენი რაიდერები არიან 50-ის გარდა არის კიდე აბსოლუტურად ბევრი, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს, ის აბსოლუტურად თავის საქმიანობას ეწეოდეს, მაგალითად იღებდეს მოკლემეტრაჟიან კინოს Freeride-ის შესახებ და ასე შემდეგ განიყროს ისეთი დიდი ბრენდების ქვეშ, როგორიც არის Red Bull-ი და ჩამოდიოდნენ და აქ თუნდაც გუდაურში, თუნდაც რა თქმა უნდა სვანეთში, ბახმაროში იღებდნენ კინოს და ტურისტულადაც ჩამოდიოდნენ. ამიტომ აქამდე
ესეთი დიდი მასშტაბური ღონისძიებამდე საქართველოს ცნობილი იყო, რა თქმა უნდა, როგორც ადგილი, სადაც შეიძლება ფრირაიდით ისარგებლო, თუმცა ეს ერთიათად, ასე ვთქვათ, გაიზარდა და ინტერესი საქართველოს მიმართ გაასმაგდა. კი ბატონო, თუნდაც ის რომ 300 მილიონ მაყურებელს ფარავს მსოფლიო ტური დაახლოებით და საინტერესოა, როგორ იყენებს ამ შესაძლებლობას საქართველო. საქართველოს სწორედ იყენებს იმით, რომ როგორც ვახსენე, აქტივობა არის გაზრდილი, ბიზნესი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი ეს გადაითარგმნება იმით, რომ მათ კეთილდღეობაში გადაითარგმნება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხალხი არის, უფრო მეტი დაინტერესება არის, უფრო მეტი პროდუქტი ჩდება ამ კონკრეტული მიმართულებით და ეს ფაქტობრივად საქართველოსთვის დიდი წარმატებაა. დასასრულისკენ მივდივართ და მინდა გკითხოთ და მოვიკითხოთ, როგორ მიმდინარეობს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი. სეზონი აქტიურ ფაზაში არის, ნამდვილად კარგად მიმდინარეობს. უხვი ნალექი გვაქვს და წელს გამოვირჩევით იმ ნალექის ოდენობით, რაც არის ყველა კურორტზე ფაქტობრივად. კურორტი გოდერძი გამოირჩევა, მე მგონი, იმიტომ რომ 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ზამთრის მიმართულებად დასახელდა ევროპაში. კი ბატონო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი აქტივობა არის, ესეთი გაზრდილი აქტივობა კურორტზე ნამდვილად არ გვახსოვს. მოგვიწია გარკვეული რიგების მართვაც, იმიტომ რომ ხალხი ბევრი არის და დიდი პოპულარობით გამოირჩევა რა, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ. ეს ალბათ ზუსტად სწორი პოლიტიკის გატარებით არის, თუნდაც აჭარის მთავრობის მხრიდან, ჩვენი მხრიდან, მთლიანად რა პოლიტიკაც არის გატარებული ამ მიმართულებით, რომ ცნობადობა გაზარდო, ინფრასტრუქტურა სწორი გააკეთო, შექმნა ეს განავითარო და ფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს კურორტ გოდერძის, ყველა კურორტს აბსოლუტურად საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ წლევანდელი სეზონი საკმაოდ წარმატებით ჩაივლის. ცხადია, წარმატებით ჩაივლის და ფრირაიდის მსოფლიო ტურს ჩვენი გადაცემა ბიზნეს პოდკასტის აუცილებლად გააშუქებს. სიახლეების კვალდაკვალ მოგყვებით და კიდევ გელოდებით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჯულაძე იყო ბიზნეს პოსტის სტუმარი.